მე ვარ ბეგო პოეტი, ახლა თქვენთან მოვედი და მოგიტანეთ ახალი გამოცანა ლექსი, რომელიც ერთ ზღაპარზე დავწერე. ხო, ამ ზღაპრის დასახელება მაქვს ლექსის ბოლოს გამოტოვებული და თქვენის უნდა გამოიცნოთ. მე ფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივი დავალებაა. აბა მოусმინეთ. მინდა ახლა გამოიცნოთ სამ ძმაზეა ზღაპარი. შინაური ცხოველები ნიფ-ნიფ, ნუფ-ნუფ, ნაფ-ნაფი. ნაფ-ნაფს უნდა ძმებთან ერთად ააშენოს სახლი. ისეთი რომ არ დაინგრეს, იყოს მუდამ მყარი. მაგრამ ძმები ზარმაცობენ, გაურბიან შრომას. მხოლოდ გონზე მაშინ მოვლენ ზამთარი რომ მოვა. ლერწამი და ფიჭხისაგან აშენებენ სახლებს, მაგრამ მგელს ეს ვერ აჩერებს და ყველაფერს ანგრევს. ბედზე ძმებმა გამოასწრეს და მიადგნენ ნაფ-ნაფს. ის კარს უცებ გამოაღებს, ძმებს შეუშვებს სწრაფად. აქ ხომ მგელი ვერ შემოვა, სახლი არის მყარი. მგელიც უკან დაბრუნდება მშიერი და მყრალი. ყველაფერი მოგიყევით, ლექსსაც აი მოვრჩი. ზღაპრის სახელს უნდა მიხვდეთ. დიახ, აი ეს დასახელება ზღაპრის თქვენ უნდა გამოიცნოთ. მე კიდე წავედი, ლექსები უნდა დავწერო, აბა კარგად.